მაინტერესებს მარტო მე მომენატრა E3? გახსოვთ ის დრო, როცა საზაფხულო პრეზენტაციებს რაღაც გეიმერული ჰოლიდეის ვაიბები ჰქონდა? ყოველ წელს ზაფხულის დასაწყისში შუაღამისას ვიკრიბებოდით და დიდი ინტერესით ველოდით გეიმინგ ფესტივალის დაწყებას. რამდენიმე დღიან პერიოდს, როცა ყოველ დღე მიყოლებით კომპანიების წარმომადგენლები დიდ სცენაზე გამოდიოდნენ და ახალ exciting პროექტებს გვაჩვენებდნენ, რომელსაც კიდე რამდენიმე წელი ვერ ვითამაშებდით საერთოდ თუ გამოვიდოდნენ ოდესმე. ერთი შეხედვით ბევრი არაფერი შეიცვალა. ისევ ყოველ ივნისის დასაწყისში დიდი ფაბლიშერები იკრიბებიან და ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც აქამდე. გვაჩვენებენ ტრეილერებს და იძლევიან დაპირებებს, რომლებიდანაც ნახევარზე მეტი არ არის სიმართლე, მაგრამ მაინც ბავშვური ენთუზიაზმით უსმენთ და ველოდებით. არ ვიცი როგორ აღვწერო. თითქოს რაღაც განსაკუთრებული ვაიბი დაკარგა ამ ყველაფერმა, რაც E3 მოკვდა და Sony, Microsoft-მა და დანარჩენმა გიგანტებმა თავისი ივენთების მოწყობა დაიწყეს. მოკლედ, რის თქმას ვცდილობ? Rest in peace E3, შენ ბევრი ლეგენდარული მომენტი გვაჩუქე. ეს კლიპი გაქვთ ნანახი Sony-ს წარმომადგენელი 1995 წლის E3-ის დროს პირველი PlayStation-ის პრეზენტაციისას რომ სცენაზე ავიდა, უბრალოდ ერთი რიცხვი 299 რომ წარმოთქვა და ამით Sega რომ მოკლა როგორც hardware-ის მწარმოებელი. იმას, ვინც გეიმინგის ისტორიაში მაინც და მაინც არ არის ჩახედილი, ეს ბევრს არაფერს ეტყვის, მაგრამ დამიჯერეთ, ამ მომენტში Sega თავისი Saturn-ით და შემდეგ Dreamcast-ით სამუდამოდ გამოეთიშა კონსოლების ბაზარს. რადგან Saturn $400 ფასით ფიზიკურად ვერ უწევდა კონკურენციას Sony-ს $300 პლატფორმას. Library-ის განსხვავებაზე კი საერთოდ საუბარიც აღარ მაქვს. თუმცა ლეგენდარული მომენტების გარდა კრინჯიც არანაკლები ვიხილეთ. ეს კლიპი ალბათ სამუდამოდ იქნება ჩემს თავში გაჭედილი. მოკლედ, დრო გადის, ყველაფერი იცვლება და სამუდამო არაფერია. სამწუხაროდ 2021 წელს E3 ოფიციალურად მოკვდა და მისი ადგილი ინდივიდუალურმა საზაფხულო პრეზენტაციებმა დაიკავეს და დღეს ჩვენ 3 გიგანტს განვიხილავთ. კონკრეტულად კი PlayStation State of Play, Summer Game Fest 2025 და Xbox Showcase. თუ პირველად ხართ ამ არხზე, მადლობელი დავრჩები თუ გამოიწერთ არხს, ასევე დაალაიქებთ ვიდეოს და დატოვებთ ნებისმიერ კომენტარს, ეს ძალიან შემიწყობს ხელს და მადლობელი დავრჩები. ასევე თუ პირადად გინდა ჩემთან გასაუბრება, თქვენ დაპირულ კომენტარში შეგიძლიათ იპოვოთ ჩვენი Discord-ის სერვერის და სტრიმების არხის ლინკი. გადავიდეთ საქმეზე. პირდაპირ იმით მინდა დავიწყო, რომ წლევანდელი პრეზენტაციები ალბათ ყველაზე მოსაწყენი იყო მთლიან ისტორიაში. არ ვიცი ას დაუბრალო ეს, იმას რომ გეიმინგ ინდუსტრია იდეების კრიზისს განიცდის, თუ იმას რომ GTA 6-ის გამოსვლას ელოდა წელს ყველა და ვერავინ გარისკა დიდი ანონსების გაკეთება, რომლებიც Grand Theft Auto-ს ჭრდილიდან ვერაფრით გამოვიდოდნენ. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მოდი საქმეზე გადავიდეთ. პირველი იყო Sony თავიანთი State of Play-ით, პირდაპირ გეტყვით, როგორ მოვიქცევი. ჩემთვის და ზოგადად უმრავლესობისთვის არასაინტერესო პროექტებს დავასპიდრანებთ და მართლა საინტერესო პროექტებს მე დროს დავუთმობთ. ყველაფერი დაიწყო 6 ივნისის ღამეს და მოდი ვნახოთ რა გვაჩვენა Sony-მ. თამაში, რომელიც გვიკეთებს იმის დემონსტრაციას, როგორი შეგრძნება ითამაშო Tetris-ი LSD-ს ზემოქმედების ქვეშ. თქვენი უბნის პედოფილის საყვარელი თამაში პრეზენტაციიდან ახალი sci-fi პროექტი, რომელიც ერთი შეხედვით Hideo Kojimas New ნაშრომს გავს, მაგრამ არა იაპონურ გენიას მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ არ ვცდები, ჯერ კიდე E3 2021-ის დროს გვაჩვენეს ეს თამაში პირველად და მაშინაც დამაინტერესა. ძირითადად მსგავს პროექტებს იდუმალი და საინტერესო სიუჟეტი აქვს ხოლმე, ამიტომაც გაფრინდა პირდაპირ ჩემ wish-list-ში. კომბატის მექანიკა ცოტა სუსტად გამოიყურება, მაგრამ იმედია მოხოდავენ გამოსვლის დღემდე. თან ესეთ გეიმებში აქცენტი სიუჟეტზე უფროა, ვიდრე საინტერესო და ჩახლართულ საბრძოლო სისტემაზე. მოკლედ საინტერესოს გამოიყურება. Sony, ნარკომანიაზე უკვე ვიხუმრე. What the fuck? აქედან აქ როგორ მოვხვდით? ახალი Silent Hill-ი ამჯერად ატმოსფერო მაქსიმუმზე აკაჭეს. ვიზუალით ცოტას თუ დატოვებს უკმაყოფილოს. არ ვიცი, ზოგადად ჰორორები არ მიყვარს, ფუსი ვარ მაგ საქმეში to be honest, მაგრამ ამჯერად am hooked. ნახოთ შეიძლება გავსტრიმო. იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ იაპონიის პატარა ქალაქის ვაიბები უმაგრესად არის გადმოცემული.
მორიგი მეტროიდვანია, რომელიც ისე გამოიყურება თითქოს სადღაც მალაიზიაში გააკეთეს ბიუჯეტით 1 კათხალუდი და შებოლილი ყველი დეველოპერებისთვის. ახალი Digimon-ი, მე და Digimon-ის დეველოპერებს მოლაპარაკება გვაქვს. ისინი 28 წელია Digimon-ებზე მუშაობენ, მე კი მათზე არაფერი ვიცი და ჩემი ტვინი პირდაპირ პოკემონები ოღონდ სხვა. მასე რეაგირებს მათ დანახვაზე. Final Fantasy Tactics, როგორც ვიცი ამ თამაშს ლეგენდის სტატუსი აქვს და წესით რემეიკით ძალიან მოეწონება ხალხს. სტრატეგიები არ მიყვარს, ასე რომ ვერაფერს ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, რომ ფანებს ძალიან მოეწონებათ. ავტორებს არავინ უთხრათ, რომ Getting Over It-ის ჰაიპი წლების წინ მოკვდა. ინდი თამაში, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს ფურცლისგან გააკეთეს. Cute, მაგრამ ფეს. გოლფი პატარა გოგოებით, Sony პედოფილებზეც იყო უკვე ხუმრობა. Stop giving me same content. Ninja Gaiden თავის 2D ფესვებს უბრუნდება. Სუდი არ მაქვს ამდენად რთული თამაშების ნერვები, თორე სიამოვნებით გავტესტავდი. ალპინისტის სიმულატორი, Mortal Kombat-ის ძველი თამაშების კოლექცია, სავარაუდოდ $60. სამწუხაროდ დღევანდელმა ინდუსტრიამ მიგვაჩვია უკვე ასეთ სტანდარტებს. მადლობა ემულატორების ღმერთებს, რომ ემულატორები არსებობს. მორიგი მოწყობილობა Sony-სგან, რომელსაც 5 ნახევარი კაცი იყიდის. Remote Plays Device-მა არაფერი ასწავლათ. MGS3-ის რემეიკის მორიგი ტრეილერი. იმედი მაქვს არაფერს გააფუჭებენ, იმიტომ დასახული მაქვს მთლიანი MGS-ის ფრანშიზა და რაც მეტი რემეიკი იქნება, უფრო თანამედროვე ექსპერიენს მივიღებ. W. ნერვების მოსპობის სიმულატორი 3. SIF ბრუნდება ამჯერად VR-ში. Surprise ამას ქვია. რა საჭიროა ქურდის სიმულატორი, როცა სავსეა ჩვენი ქუჩები ესეთი SIF-ებით. ერთი ლუდი უკისრია და ქურდობის ხელოვნებასაც გასწავლის და პარკურის გაკვეთილებსაც ჩაგიტარებს. მორიგი multiplayer პროექტი, თითქოს უკვე 100 არ ვნახეთ ბოლო 1 წელიწადში, თანაც დიდი აქცენტით წყალზე. No. Astrobot-ის DLC, I swear, ოდესმე ვითამაშებ 2024 წლის საუკეთესო თამაშს. Sony გეხვეწები, გაჩერდი, სისიქნეს მემართება უკვე. Sword of the Sea მეღადავებიან, თუმცა ეს საინტერესოდ გამოიყურება Journey-ის spin-off-ის ვაიბებს ტოვებს. ამას სიამოვნებით ვითამაშებ. James Bond-ის თამაში თუ ოდესმე დამაინტერესებდა არ ველოდი, not gonna lie, this shit looks fun. და პრეზენტაციის კულმინაცია. თავარი ბენგერი არის fighting-ი Marvel-ის პერსონაჟებით? აი, ეს ვიგულისხმე ზუსტად. როდესაც თქვი, რომ გონი თამაშების ინდუსტრია კვდება. Come on, man, ანუ მეუბნებით, რომ წლის მთავარ პრეზენტაციაზე Sony-ს Marvel-ის fighting-ზე დიდი პროექტი არ ჰქონდა საჩვენებელი. ისეთი შედევრია, რომ პრეზენტაცია Marvel Tokon Fighting Souls-მა უნდა დახუროს. დარწმუნებული ვარ Marvel-ის ფანებს გაუხარდებათ, მაგრამ Sony-ს პრეზენტაციის მთავარ პროექტად Marvel-ის ჩხუბებს არ ველოდები. What a shit show. აი ეს იყო State of Play June 2025. მოსაწყენი სტარტი, მოსაწყენი წლისთვის. Sony-მ უკვე დიდი ხანი აღარ იცის რას აკეთებს და ეს პრეზენტაცია ამის კარგი მაგალითია. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ Xbox-ის სულ უფრო და უფრო თმობს პოზიციებს, მეშინია იმის წარმოდგენა 5 წელიწადში სად იქნება PlayStation-ი. როგორც ხვდები, Concord-მა არაფერი ასწავლათ. პრეზენტაციას 6-ით შევაფასებ 10-დან, მოდი Summer Game Fest-ზე გადავიდეთ. ზაფხულის მთავარი პრეზენტაცია Summer Game Fest 2025. Okay, Jeff Keighley მაინც არ უნდა გაგვიცუროს იმედები, როგორც შარშან. შანსი არ არის State of Play-ზე უარესი იყოს, ხო? მოდი დავიწყოთ და გავარკვიოთ. ხოცვაჟლეტვის სიმულატორი, Fortnite-ის და Star Wars-ის მორიგი კოლაბი, AI Darth Vader-ის გარეშე იგივე აღარ იქნება. Kojima გამოვიდა სცენაზე და Dark Souls 2-ის ახალი cut-სცენა გვაჩვენა. თუ გაინტერესებთ ამდენ დროს რატო ანდომებს DS2-ის გამოსვლას, იმიტომ რომ gaming ინდუსტრიის გენიოსი ზედმეტად დაკავებულია თამაში ვიუთუბერების დამატებით. Arigato. Mom, can we have Kingdom Come Deliverance 2? No, honey, we have Kingdom Come Deliverance 2 at home. Sonic-ის ახალი რეისინგი. Who cares? Joker from Persona? Guy from Yakuza? Miku? Minecraft? Shut up and take my money. Anime Dark Souls-ი, Little Nightmares თოფებით. როგორც იქნა, რაღაც საინტერესო. მადლობა მინდა მოუხადო Cuphead-ის დეველოპერებს, რადგან რამდენი Cuphead inspired პროექტი გველოდება წინ, არავინ იცის, მაგრამ I'm here for it. არა, გადავის გარეშე FPS Cuphead-ის სტილში მართლა ძალიან მაგრად გამოიყურება და ასევე მაგრად ჟღერს. ეს პირდაპირ wish list-ში მიფრინავს. თამაში სამეფო კარის თამაშებზე. ერთი სული მაქვს კიდე ერთხელ დავრჩი იმედგაცურებული დასასრულით. სტრატეგია?
იუ. და რა დროს მოვესწარით, პრეზენტაციის ყველაზე საინტერესო პროექტს რუსი დეველოპერები გვაჩვენებენ. ვინმეს კიდე ეპარება იმას შეჭი რომ ინდუსტრიას დანძრეული აქვს. არა სერიოზულად, ორი საინტერესო თამაში მიყოლები და ორივე რუსებისგან, what the fuck. გული მწყდება იმაზე რომ multiplayer თამაშია, ვინც არ იცის 99% single player თამაშებს თამაშობ. Also, შეამჩნიეთ ბოლოს როგორი shift გააკეთა კულტურა მემარჯვენეებისკენ. იმდენად რომ ლამაზი ქალები დაბრუნდნენ თამაშებში და არა სტონიანი ცისტერნები, რომლებსაც ინდუსტრია ბოლო 5 წელი ხვდენიდა. მორიგი თამაში Marvel-ზე, შესაბამისად მორიგი skip-ი ჩემგან. ონიმუშა დაბრუნდა წლების შემდეგ და ძალიან გავს Souls-likes. არ ვიცი ფანებს უნდათ თუ არა ეს, მაგრამ სწორედ ამას მიიღებენ. რეალურად მაშინ ხვდები რომ ტრაკში ვართ, როცა ინდი დეველოპერები ათრევენ თლიან ფესტს თავიანთ პატარა ზურგზე. რასაც ახლა ეკრანზე ხედავთ, რეალური გეიმპლეი არის და ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. ანიმაციები ისე არის გაკეთებული, თითქოს ვიღაც რეალურად ხელით აკონტროლებდეს თოჯინებს. Wishlist-ში. კიდე ერთი multiplayer-ი, რომელიც დაბადებისთანავე მოკვდება. ამ თამაშზე მხოლოდ ის ვიცი რომ ძალიან ბევრი ხალხი ელოდება. I don't get the hype, მაგრამ ალბათ მიზეზი არსებობს. ღმერთო ჩემო, არის ვინმე ვისაც Dune ყელში არა მოუვიდა? Dark Souls 17, ახალი აპდეიტი თამაშისთვის, We are better than Genshin, why do we have less players? Metroidvania ნომერი 5947, Stop motion გაკეთებული თამაში. შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ პას. ახალი მაფია, ამჯერად სიცილიაში მივემგზავრებით. თუ დეველოპერები არ ჩაისვრიან რაღაც ძალიან მაგარი გველის. გონი ჩემი თქმა არ სჭირდება რომ wishlist-ში ვამატებთ. Lego თამაში ნომერი 1546, SpongeBob is kicking ass-ին შუა საუკუნეები. პას, მაგრამ სასცილოდ გამოიყურება. ახალი თამაში ყველაზე fanboy-ური Souls-like-ისთვის, ამას ველოდებით. ახალი ჰორორი პატარა ზუმერებისთვის და Gen Alpha-სთვის. Genshin-ის კლონი ნომერი 596. თამაში One Punch Man-ზე. საინტერესოა როგორი მუშაობს აქ საბრძოლო მექანიკა. One button gameplay ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი საინტერესო. თამაში 7 მომაკვდინებელ ცოდვაზე. მორიგი პროექტი იურული პარკის პერიოდზე, არ ვიცი ეს ფრანშიზა ჯერ კიდე როგორ არის ცოცხალი. მორიგი pixel art-ში შესრულებული თამაში, მაგრამ ამჯერად Shovel Knight-ის დეველოპერებისგან. ტიპებმა იციან თამაშების კეთება, ამიტომაც მოყვარულებმა შეგიძლიათ ჩაინიშნოთ. ვა, Deadpool-ი, როგორც იქნა ხმლებით შემიძლია უჩეხო ხალხი. ვიარი, ფუ. სადა სისხლი ვისთვისა ეს თამაში გაკეთებული? How is this Deadpool? ოდესმე ვითამაშებ Dying Light გპირდებით. მორიგი კოზი თამაში Diversity და DI bullshit-ით კომფორტისთვის Concord 2 დაუძახოთ. Diablo 4 Furies. Mom, can we have Sifu? No, honey, we have Sifu at home. Scott Pilgrim და Boz უფრო სწორედ Ramona Flowers-ი დაბრუნდნენ. მოიცა X-Rato. უკვე Ramonas მერვე ყოფილად იქცა? როგორც ერთმა ლეგენდამ თქვა, Ramona Flowers ruined the entire generation of women. მორიგი კორეულ თამაში, რომელიც ქალებზე უფრო დიდ აქცენტს აკეთებს ვიდრე გეიმპლეიზე. ამ თამაშის სათაურში 100 რომ შევცვალოთ, იმას მივიღებთ, რაც წლევანდელი საზაფხულო პრეზენტაციებია. Mom, can we have Cyberpunk? კაი, მესამე დაღარ გავაკეთებ მაგ ხუმრობას. Hitman-ის და Les Shafres crossover-ი, რომელსაც რამის 10 წუთი დაუთმეს. What the fuck are they thinking? Lego თამაში ნომერი 2055, Concord 3. ეს იმდენად არასაინტერესო პროექტია, რომ ხუმრობაც კი ვერ მოვიფიქრე. Horror shooter-ი სომხებისგან. Now you have seen everything. Mecha shooter-ი, რომელსაც უკვე 3 წელია გვაჩვენებენ და გამოსვლის თარიღი ჯერ კიდევ არ აქვს. Grounded with sci-fi and guns. Just play Tekken, man. Concord 4. Wu-Chang Fallen Feathers. Black Myth Wukongis მთავარმა პერსონაჟმა ევოლუცია განიცადა Homo sapiens-მდე და სქესი შეიცვალა. მეზიზღება ეს მიმი, მაგრამ we got a game about Wu-Tang Clan before GTA 6. MMORPG ნომერი 1513. კიდე ერთი თამაში, რომელიც Cuphead-ის ვაიბებს მაძლევს და კიდე ერთხელ ვიტყვი, this looks awesome. To the wishlist you go. მორიგი multiplayer shooter-ი, მაგრამ ამჯერად პორტალებით და edge developer-ით. Splitgate Battle Royale launches free right now, and it's fucking awesome. Yakuza, მაგრამ ამჯერად 40-იანი წლების იაპონიაში. იმედია DLC-ში ნანკინში შევძლებთ გამგზავრებას. For no particular reason, wink wink. და პრეზენტაციის მთავარი ბენგერი, ყველაზე დიდი ანონსი Resident Evil 9 Requiem. Okay, ამაზე ვერც კი გავატრაკებ. ახალი Resident-ი ყოველთვის ზეიმის მიზეზია gaming წრეებში და ამჯერად Raccoon City-ში ბრუნდებით მთავარი გმირი კი
მე-7 და მე-8 ნაწილის პროტაგონისტის შვილია. We waiting for this one. აი ეს იყო წლის მთავარი პრეზენტაცია და არ ვიცი მართლა GTA 6-ის ბრალია თუ ცოტა ხანში ინდი თამაშების გარდა არაფერს აღარ ვითამაშებთ, მაგრამ this ain't it gang. Jeff Keighley ვერაფერი ისწავლა შარშანდელი ფეილისგან, თუმცა წლის ბოლოს The Game Awards 2024 ძალიან კარგი იყო. იმედი მაქვს წელსაც გავს ისტორია განმეორდება თუ არა რეალურ ტრაკში ვართ. შეფასება 5/10-დან. კარგი, დღევანდელ ვიდეოს Xbox-ით დავამთავრებთ. Phil, გეხვეწები, შენ მაინც გვათქმევინე, ვაუ. აბა რა გვაქვს? Outer Worlds 2, როგორც ვიცი, პირველი ნაწილი ძალიან მოეწონა ბევრს და Microsoft-ი დიდი მედებს ამყარებს სიკველზე. ვიმედოვნოთ, რომ არ ჩაისვრიან. Rick და Morty-ის ავტორის Justin Roiland-ის თამაშის სიკველი. ველოდებით ხუმრობების მორიგ პარადს, mid gameplays, მაგრამ fans. Spin-off-ი A Plague Tale შემქმნელებისგან, not gonna lie, ჯერჯერობით კარგი სტარტი გვაქვს. Mom, can we have Witcher? No, honey, we have Witcher at home. ჯანდაბა ისე ვიხუმრე მაგაზე. აი ეს რეალურად მომეწონა. ახალი handheld-ი, რომელსაც ლოკალურად შეუძლია Windows-ის თამაშები გახსნას და remote play-ის მეშვეობით Xbox-ისები. სიამოვნებით ვიყიდიდი, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ფასი 2 Xbox-ისა იქნება თუ ლოკალურად მუშაობს. თანაც არც კი გვითხრეს ვაფშე ფასი. მაგრამ let's be honest with ourselves. გაინადგურეთ ნერვული უჯრედები ამჯერად ახალ განზომილებაში. მესამეში. ცნობისთვის ორიგინალ Super Meat Boy-ზე Edmund McMillen-ი მუშაობდა, Isaac-ის დეველოპერი, მაგრამ სამწუხაროდ ის წავიდა სტუდიიდან და ამ თამაშთან არაფერი საერთო არ აქვს. Ninja Gaiden 4, ვინც არის ეს თამაში იყო Dark Souls-ი ჯერ კიდე დეკადით ადრე Dark Souls-ამდე. ახალი DLC Nathan Drake-ისთვის For Boomers. Nier 4 არ მომწეს, ოკეი, ამაზეც თანახმავარ. ოღონდ რამე იყოს Nier-ის მაგვარი. ხალხს ისე ენატრება BioShock-ი, რომ თვითონ აკეთებენ Infinity-ის სიკველებს. Steampunk-ზე არ ვგიჟდები, მაგრამ წავა რა. თამაში, რომელსაც გავსტრიმავ და აღარასდროს გავიხსენებ. Dead Space But on Earth. მორიგი აპდეიტი TES Online-ისთვის Still No TES 6. ახალი თამაში Dontnod-ისგან. ოდესღაც მათი ფანი ვიყავი, მაგრამ პირველი Life is Strange-ის მე რაღაც ტრაკში გადაუხვიეს. თამაშით ტრანსით მთავარ როლში და მის განცდებზე ჯერ კიდევ ვღადაობ. ნორმვიძია, ამიტომაც ვეტყვი maybe, იმიტომ რომ Dontnod-ია. There are no ghosts at the Grand. არა, there is no Saba at the Grand. მილიტარი შუთერი კორეელებისგან, იმედი აქ მაინც შევძლებ ხენიანის აღებას. What the fuck, სუპერძალები? Planet of Lana 2. იყოს ლანას პლანეტა, იმიტომ რომ მე აქ არაფერი მესაქმება. Fallout 76, Gunfishing, what the fuck? Fallout 76 ჯერ კიდე ცოცხალია? თევზაობის აპდეიტი ნამდვილად ისაა, რასაც ფანები ელოდნენ. თამაში 14 წლის Edgelord-ების საყვარელ ანიმეზე. Goodbye. Grandpa Tony is back. ვერაფერს ვიტყვი ამაზე, ვიცი რომ ძალიან ბევრს უყვარს Tony Hawk-ის თამაშები. მეორე ნაწილი კი ლეგენდარულად ითვლება. Good for you. No. შკაფების პირველი ისტორიის რემეიკი. High School Simulator მორიგი რემეიკით დაბრუნდა. შეამჩნიათ, რომ Persona 6 უფრო დიდი ხანია ველოდებით ვიდრე GTA 6. ჯერ როგორც ვიცი, არც კი დაუწყიათ მე-6 ნაწილზე მუშაობა. და როცა დაიწყებენ, როდის მორჩებიან, მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია. No, სადაც ზღვა არის მე იქ არ ვარ. კარგი ამბავი Invincible-ის ფანებისთვის, რომელთაც ეს არ შევდივარ. საკუთარ fighting თამაშს იღებთ. უბრალოდ ამდენ superhero fighting game ვინ უნდა ითამაშოს, არ ვიცი. მთლიანობაში კარგად გამოიყურება, სისხლი ადგილზეა, ბრძოლები ადგილზეა, პერსონაჟები ადგილზე არიან. ველოდებით რა. Final Fantasy 7-ის რემეიკი და 16 როგორც იქნა Xbox-ზე გამოდიან. Good for you, Phil. ვა, ყოველთვის მინდოდა თავი შუქურად მეგრძნო ასწორებს. ოპა, როგორც იქნა? პრეზენტაციის მთავარი თამაში. რაღაც იდუმალი და მისტიური. რა შეიძლება იყოს showcase-ის მთავარი ბენგერი? Control 2, Quantum Break 2, ეს არის Call of Duty Black Ops 7 for fuck's sake. I give up. Phil, პატივს გცემ და მადლობელი ვარ Game Pass-ისთვის. მაგრამ ეს რა იყო? შარშანდელ პრეზენტაციასთან შედარებით ეს იყო კოშმარი. არ ვიცი, არ მახსოვს ბოლოს Microsoft-ს ესეთი სუსტი პრეზენტაცია როდის ჰქონდა. 7-ზე მაღალ შეფასებას ვერანაირად ვერ დაუწერ. ჯობდა State of Play-ს, ჯობდა Summer Game Fest როგორც შარშან, მაგრამ შარშან თუ იყო 8.5 ან 9, ეს იყო მაქსიმუმ 7.
აი ეს იყო 2025 წლის საზაფხულო პრეზენტაციები. დაწაეთ თქვენი აზრები კომენტარებში. ვიმედოვნებ, რომ რეალურად GTA 6-ის გამო ეშინოდა ყველას დიდი ანონსების გაკეთება და კრეატიულმა იმპოტენციამ ინდუსტრიაში ჯერ ფატალურ სტადიას არ მიაღწია. ვერ ვნახეთ Nier 4, ვერც Silk Song-ი. Wait a minute. როგორ არა? ნახეთ? სად? Handheld-ის პრეზენტაციის დროს რამდენიმე წამით გამოჩნდა კადრში. და დაახლოებით გამოსulis თარიღიც გავიგეთ. წლის ბოლოს, როცა Handheld-ი გამოვა, ისიც ხელმისაწვდომი იქნება მასზე. ანუ წლის ბოლომდე გამოვა. დეპრესია ავირიდეთ თავიდან. ინდუსტრია ცოცხალია, კატასტროფა არ იქნება. Kill me now. Anyway, აი აქ დამთავრდა ჩვენი დღევანდელი ვიდეო. თქვენ თვითონ იმსჯელეთ ინდუსტრიის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ მე უკვე ბევრჯერ თქვენ რას ვფიქრობ. გთხოვთ გამოიწვიოთ არხი თუ აქ პირველად ხართ, დაალაიქოთ ვიდეო და დააკომენტაროთ, ნებისმიერი კომენტარი შეუწყობს ხელს არხის განვითარებას. ასევე არ დაგავიწყდეთ Discord-ი და სტრიმების არხი, სადაც შეგიძლიათ პირადად გამესაუბროთ. მე კი წავალ და ვიტირებ, რომ Nier 4-ის ანონსი კიდევ მინიმუმ 1 წელი არ იქნება. Yoko Taro bless you all და მომავალ შეხვედრამდე. Nier Automata t-shirt, Nier Automata t-shirt, Nier Automata t-shirt, Nier Automata t-shirt, Square Enix.